ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, ანუ CO2-ის რაოდენობა სწრაფად იმატებს, რადგან ჩვენ წიაღისეულ საწვავზე ვართ დამოკიდებული. ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობის გაზომვიდან გასული T დროისა დეკადებში და ატმოსფეროში CO2-ის ჯამური რაოდენობა AT-ს ერთმანეთზე დამოკიდებულება შემდეგი ფუნქციითაა მოცემული. ესე იგი, A დეკადაში, ანუ T არის ესე იგი დეკადებში გაზომილი, ხო? და რამდენი მოდის მილიონზე იგულისხმება. ანუ რაოდენობა ისე ამოცემული, რომ მილიონზე რამდენი მოდის მაგას გვეუბნება. სინამდვილეში ცოტა ზედმეტი ინფორმაცია, მაინც არაფერს შეგვიცვლის ეს, მაგრამ ნუ წერია. და მოკლედ ესეთი ფუნქცია გვაქვს, რომ ეს რაოდენობა CO2-ის არის აი ამდენიო. ოღონდ ანუ ამდენი მოდის მილიონზე და T არის დეკადებში გაზომილი დრო. დეკადა არის 10 წელი. დაასრულეთ მოცემული წინადადება ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობის ყოველწლიური ცვლილების შესახებ. CO2-ის რაოდენობა ატმოსფეროში ყოველ წელიწადში რაღაცაჯერ იცვლება. მოდი ნახოთ. გავაკეთოთ ცხრილი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. ესე იგი, გვაქვს ასეთი ცხრილი, აქეთ იყოს T დრო და აქეთ იყოს AT ფუნქცია. ახლა როცა 0 არის T, 315 გამრავლდება აი ამაზე ხარისხად 0, რაც არის 1 სტოლი, ამიტომ მექნება უბრალოდ 315. ახლა, როცა მაქვს T, მოდი ესე დავუკვირდეთ. მე მეკითხებიან წელიწადში რამდენჯერ იცვლებაო და T იზომება აქ გაზომილი არის დეკადებში. რადგან დეკადა არის 10 წელი, მოდი ვნახოთ 0.1 T, როცა იქნება, ანუ პროცედურა რომ თქვა T როცა იქნება 0.1, მაშინ რა ხდება? იმიტომ რომ 1 წელი მაინტერესებს მე და არა 10. ესე იგი, როცა T არის 0.1 და მას ცოტა გამოვწევ ასე. მაშინ A არის 315 გამრავლებული 1.06 ხარისხად 0.1. აი ასე. ანუ აი ეს რიცხვი ხარისხად 0.1. ახლა მოდი ვნახოთ 1.6 მიასადი ხარისხად 0.1 რისი ტოლია. ესე იგი 1.06 უნდა ავიყვანოთ 0.1 ხარისხში. მიახლოებით ტოლი არის 0.20 მეტი არ მინდა. იყოს 0 და ესე იგი 2.0 კიდე გამოვწევ ამას. ტოლია 315 გამრავლებული 1.00 50.0058-ზე. ახლა როცა T იქნება 0.2, აი ამ განტოლების მიხედვით, როცა T იქნება 0.2, მაშინ 1.06 იქნება ხარისხად 0.2, ხო? ასე რომ აქ მექნება 0.2, მაშინ ეს არის 315 გამრავლებული 1.6 მიასადი ხარისხად 0.2-ზე. ან ეს შემიძლია განსხვავებულად ასე ჩავწერო. 0.2 რა არის? 0.2 იგივეა რაც 2-ჯერ 0.1, ხო? ამიტომ ხარისხების თვისებებს გამოვიყენებ და დავწერ 315 გამრავლებული 1.06 ხარისხად 0.1 ხარისხად 2. აი ასეთ რაღაცაზე. და 1.6 მიასადი ხარისხად 0.1 აი აქ მაქვს უკვე რაც არის, ხო? და უბრალოდ მეორე ხარისხში ადის. მე როცა T 0.3 იქნება, ეს იქნება მესამე ხარისხში და ასე შემდეგ. ესე იგი გამოდის რომ ყოველ წელს და არა ყოველ დეკადაში. ყოველ წელს 1.58 ჯერ იცვლება რაოდენობა ატმოსფეროში CO2-ის. ამიტომ პასუხი იქნება 1.58 მე 10.000-დი.